სიმართლე გითხრა ვის მიერ არის აი მაგრამ საბჭოთა კავშირის არ არის გონია მე შენობა შენია არა შენი არ არის მე ჩვეულებრივად მე და შევიდე პასარა არა რიჩები მე და შევიდე რომ ევროპაში ყოფილა რა ხერხი რა ჩაუდი არა ესაა ორიგინალი არის ეს მოაჯირები ორიგინალები არის ნუ რაღაცნაირი ხო აი ეთქობა საბჭოთა კავშირის დროს ხონაერი გემოვნება ქონდა ნუ ეხლა მაშინ ხო მაშინები არა შენობა მაგალითად ნამდვილად შენი არ არის შენ უბრალოდ მაგ არა მე აქ ვარ ეხლა მუშაობ ეს არის ეს შენობა ჩვენი არის შეფესე ბაზელი და მუშაობ მე აქ ტექნიკური დირექტორი ვარ ჩვეულებრივად მენეჯერის მოვალეობას ვასრულებ თან და აქ ვარ უბრალოდ ვღურებ ამ ქონებას ინფრასტრუქტურას და ასე შემდეგ ეხლა ბატონო ჩავიდეთ და შევაგებდი სული ხომ გინახია შენ არა შემთხვევით არ კოლესები და კაკულები ხო არა სამოღა საბჭოთში ჩავიდე ცისერი მარმაროს კიბეები არის ხო კედლებზე მარმარო აკა თუ მინუსი ნახავდი ახლა როგორი სიგრილი არის სუცხონერის გახდა მესიამოვა უბრალოდ ეხლა დამთა მხარე არის აქ არის ხიდი გაკეთებული ჩვეულებრივად აქეთკენ ოთახში არის აი აქ იყო ბუხარი და აქ აბლას კამები იდო აქაც ესე იგი პოსა ჭამდნენ ხო აი ჩვეულებრივად ესაც ორიგინალი არის აქ შუაში ედოთ ეს ბუხარი იქნება დღესაც მუშაობს და აქ ჩვეულებრივად პოსა ჭამდნენ რა აქ ღვინის სტელაჟები ჰქონდა პური რატო დაპატიჟე ქართულარია ცოტა ქართული ისა კუთხე ჰქონდა მოწყობილი შეიძლება თავზე რაღაცები რა გამიდეანი კი ეს პერიოდს არის გაკეთებული კი პერიოდს არის გაკეთებული ნუ ეს სოფელში დაავადებული გაზელი იყო და ეხლა პერიოდს ძალიან ბევრი აი შენობასაც ხო დააკვირდი რომ ძალიან ბევრი ორნამენტები ქართული ორნამენტები ჰქონდა ჩაქცეული რა ამ შენობაში აი ყველა ხეზე და იმაზე ზოგადად ჯვრები არის ზოგადად ვაზი არის განოსახული და ასე შემდეგ რა მინდა ქართველია კი დავით ქართველი არის როგორც ვთქვი ჩვენ ავთო რუსული წარმოშობის ქართული წარმოშობის რუსები სული შეაყრეს რუსეთის იმპერიის არა აქედან არის საიდუმლო ასასვლელი რომელიც არის მაღლა მეორე სართულზე ეგრევე ვერანდაზე არის რამე რომ მომხდარიყო აი აქედან ჩამოყავდა და აი იქიდან არის გარეთა გასასვლელი კიდე შენობის აქედან აი ესე ეგრევე იმას აქენი წავიდა აი ეს არის მეორე სართულზე არის ეს გზა იმ ვერანდაზე წეღარო ვიყავი და თუ რაღაცა მოხდებოდა ჩამოვიდოდა და აი აქედან არის შენობის გარეთ გადიხარ ამ კარებიდან მოდი იქიდან მოდი მოვარე მაიცა აქედან კიდე გასასვლელებია რაღაც ანუ აქ თან რაღაცა სტრატეგიული ის იყო კი ნახე აი ეს კიბეები რომელიც არის ბატონო აი აქედან ჩამოდიოდი ამიხარ მაღლა ვერანდაზე რომ რაღაცა თუ მესამე სართულზე არის ხის კიბეები ჩამოდიოდი და რომ შენობა რო დაეტოვებინა აქედან გარეთ გადიხარ შენობა ეს უკვე კედელი ხო ეს უკვე კედელია გარეთა შენობის კედელია და გარეთ გადიხარ გვერდით ამ მხრიდან რა თუ რაღაცა მოხდებოდა რომ გაერიგებინა თან საფრთხე რაღაცა იქნებოდა რომ გაერიგებინა ეს ამას თავისი ბუნკერი არა აქ შეიძლება ომის შემთხვევაში არა ისი არის აშენებული შენობა რომ აქ ბალიან მიწის ზოლას უძლებს ოფიციალურად უკვე ბუნკერში ვარ კი უკვე ბუნკერში ვარ რა ეხლა აქ რა უნდა მომხდარიყო ისეთი ამ შენობას არ აქვს ბუნკერი ტერიტორიაზე არის ბუნკერი თვითონ მაგრამ როგორც შენობა ბუნკერი არ აქვს ну ფაქტობრივად ჩამოვყვა ეს არის ბუნკერი ინტეგრაციაზე ხარ ეხლა ჩამოსული აქ თან ბიტონის კედლები არმატურა მოიპოვებდი და რაღაცებია მაგრამ ამ შენობას აქვს გვირაბი კიდე რა
გვირაბთაზე განახლებთ, უბრალოდ იქითკენ შუქი არ არის და ბატონებანი მოგვინათებს. მომents გვირაბი რა ძიეს ასული. გვირაბი ასრულებს ფუნქციას, არის ყოფილი სასადილო. სასადილო. ხო, არა, მიწის ქვეშ არა. ეხლა ვარ ჩვენ მიწის ლეველზე, ანუ მიწის დონეზე ვართ რა. ეს დახრილი ის არის რა. აქეთკენ ქვაბები და რაღაცები არის. აქედან ხარეს ეს მე ჩვენ გავარემონტეთ ეს ანუ გვირაბი არის სინესტეზო. კი. გამხსნილი რაღაცა. ხო. ანუ იქით ამხარე ეხლა უბრალოდ გასარემონტებელია არის სასადილო შენობა. რომ მივიდეთ მაინც კი. ხო, გასარემონტებელია ჩვენ უბრალოდ შენობის ქვეშ. უბრალოდ აქ იყო დიდი შენობის ქვეშ გავდივარ. ხო. შენობა ისი არის რომ სასადილო რომელსაც ეხლა განაყვებ იქიდან გზა უდგება, მაგრამ ჩვენა ვართ შენობის დაბლა, ანუ შენობა სწორედ არ არის. ხო, მიწა დაფანებული არის, კი ბატონო. იქიდან არის სასადილო, ოღონდ დიდი სასადილო იყო ის. იქ აკეთდებოდა თუ დელეგაციები იყო, რომ სუნია შეეწუხებინა და ამ გვირაბის საშუალებით ადიოდა მაღლა საჭმელი. ოღონდ დიდი იმისათვის რა დელეგაციები. ხო, 50-60 ხო იყო მიღებები, ახლა რომის პაპირო ჩამოვიდოდა პირობით. აქ იყო სასადილო, აი ეს. შენს პირობთ, რომის პირობთ? აი ეს უბრალოდ, აი ეს იყო სასადილო. ახლა რემონტი. ხო, ეხლა რემონტი მიდის აქეთკენ. სამზარეულო და დახლები და სულ ყველაფერი აქეთკენ იყო და გარედან უდგებოდა მომსახურე პერსონალი რა. ხო, კაფელი. დანარჩენი ეხლა ნელ-ნელა ეხლა ვაკეთებთ, გვირაბს ვაკეთებთ, ვარემონტებთ, აქაც ვარემონტებთ ამებს. აქ იყო დახლები, დამუშავების ოთახები და აზრები ხარ მაცივრები, სამაცივრე და ასე შემდეგ და ძალიან ბევრი ხალხი მუშაობს. ასკაცო მოემსახუროს მაგდონეზე მინტანები იქნებოდნენ ალბათ რა ვიცი. კი ბატონო. ეს არის ბოლოში გავები. ეს არის ბოლოში გავები. აქეთკენ არის სასადილოში აი კარებიდან გარედან შემოდიხარ, აი ამ პროდუქტები სადაც შემოქონდა და სადაც იქითკენ არის რომელიც არის ეს გვირაბი არის კიდე რომელიც შემდეგ შენობას უკავშირდება, მაგრამ ეს გვირაბი დაზიანებული არის. ჩამონგრეული არის ჩამოინგრა დაახლოებით 10-15 წლის წინა. ბერია დროინდელი ის. კი, ესენი სულ ყველაფერი ბერია დროინდელია. თუ რამეა მიწის ქვეშაც ნენა ხო არა, იმიტომ რომ თან ისეთი თავშესაფარის ფუნქციასაც ასრულებდა რა ეს. ხო, ახლა აქაც შეგიძლია რამე როგორ ჩამოიბინო. რა? ბუნკერში კი არ გონია, ბუნკერში ვარ. ეხლა ყველა მიწის ქვეშ გვირაბი ჩათვალე ბუნკერია რა. კი, რა თქმა უნდა. ამას რაღაცა გათვლები ექნებოდა ხანძრის შემთხვევაში როგორ დატოვა შენობა. კი, აქაც სქემები იყო. გამოსახული შეხო სხვათა შორის ისე იყო გასაიდუმლოებული, ბევრი რაღაცა დაგჭირვებია. ეს რაღაც სამთავრობო რეზიდენცია იყო, აი ელექტროობა, ის არა, ელექტროგაფანილობა, კანალიზაციის სისტემები, არქივებშიც კი ხო არა, აი ფიზიკურად არ იყო რა და აი შემთხვევით თუ რაღაცას ვაწყდებოდით და აი ისე ვაკეთებდით რა. შემთხვევით ვაწყდებით, ანუ სქემები არ არსებობდა. ხო, ინტერესზე სადგადო სადაც შეიძლება მოწამოა. ძალიან ბევრი ის დაგჭირდა, მაგრამ აი ფიზიკურად არ არსებობს. არა, მაგარია რა. ეს უბრალოდ ეს გვირაბი რომ იმას ავქენით გავაკეთეთ ეს რომ მივაკარეთ რომ სულთან ყოფილიყო რო წყალი და ეს მომსვარი მოკეთებენ აიქნება. არაფერი ჩვეულებრივი სასადილოს ფუნქცია იქნება, ვიდა ავადოთ ისე პირველად სახე და ჩვეულებრივად სასადილო იყოს აქეთკენ რა. და ჩვეულებრივად იმ ღონისძიებებზე ეხლა ის პატარა არის სასადილო წერან სადაც ვიყავით მაღლა სადაც ღონისძიებები იმასაშია და აქედან ჩვეულებრივად ივლიანამდე ჩვეულებრივად გაიტანენ მომსახურებიდან. ჩვენიერი, ანუ ძალიან საინტერესო მე მგონია რომ ეხლა ვინც გვიყურებს აი გამოვიდეთ ისე იმაში რა ქვია, გარემონტებულდა, ხო, ამაში გაკეთებულა. ხო, ეხლა ეს ჩვეულებრივი აი ეს არის მოკლედ ეს სახლი ცნობილი როგორც ბერიას დაჩა სამთავრობო რეზიდენცია. ხო, სამთავრობო რეზიდენცია.
ისტორიული ფაქტი მომხდარა აქეთენ. ძალიან ბევრი სტუმარი, საზოგადოებრივი მოღვაწე, ძალიან ბევრი ღონისძიებები გამართულა ამ იმდროინდელი? იმდროინდელი და უახლოეს ისტორიაში, სხვათა შორის სანამ ჩვენი პრეზიდენტის რეზიდენცია აშენდებოდა, რამდენიმე წლის განმავლობაში სააკაშვილიც ცხოვრობდა ამ სახლში. ცხოვრობდა გამირჩევა. კი. მაგაზეთიანი დოდი მომავალ. ვიცი, ოჩექისი რო ცხოვრობდა, ეხლა თავის აღწევი და ცხოვრობს. ისე გავიგე. იგი ვინო რო ცხოვრება, წარმოვალი და ადამიანი რომელიც რემომოსილები იყვნენ, ზოგი სარდაფში დაფუჭეს, ზოგი ციხეში და ზოგი ასე შემდეგ რა, იმას ვიტახილ სანამ არიან სათავეში, ხო, ცოტა უნდა